გაჩნდებიან თუ არა ეგრეთ წოდებულ ციანიდის საქმეში ახალი ფიგურანტები. კითხვა ბრალდების მხარის მთავარი მოწმის განცხადების შემდეგ ჩნდება. ირაკლი მამალაძე პროკურატურას თხოვს სისხლის სამართლის საქმე სოსო ოხანაშვილის და პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი წევრების მიმართაც აღძრას. მოწმე მტკიცებულებების არსებობაზე მიუთითებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა შემხებლობა აქვს კათოლიკოს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს გახმაურებულ საქმესთან. თავის დროზე ოხანაშვილი ერთ-ერთ ეჭვმიტანილად დაასახელა საპატრიარქოს იურისტმაც. მოამბის არაერთი მცდელობის მიუხედავად დაცვის ყოფილი ხელმძღვანელის კომენტარის მოპოვება ვერ მოხერხდა. სოსო ოხანაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც დეკანოზის დაკავების შემდეგ დაკითხეს. გამოძიებას თავის დროზე ჩვენება მისცა მამა გიორგი მამალაძესთან დაახლოებულ პირად დასახელებულმა მეუფე ანდრია გვაზავამაც, რომელიც დაკითხვის დეტალებზე დღეს პირველად საუბრობს. ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები და მთავარი პროკურორის მოადგილის განმარტებების საქმეზე, რომლის განხილვა 3 დღეში სასამართლო დაიწყებს. თეონა ხუბულავა მუშაობდა თემაზე. თეონა. პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ირაკლი მამალაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ პროკურატურას აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს სოსო ოხანაშვილი, პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი. ის ასევე იმასაც ამბობს ჩვენთან საუბარში, რომ ის ამასთან დაკავშირებით საუბრობს ჩვენებაში. თუმცა განსხვავებული არის დეკანოს გიორგი მამალაძის ადვოკატის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ საქმის მასალებს საკმაოდ კარგად იცნობს და იცის თუ რა მტკიცებულებები დევს საქმეში. უფრო ცვლად კი ამასთან დაკავშირებით და ასევე პროკურატურის განმარტებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სიუჟეტში. ეს ადამიანები ძალიან ბევრ ბინძურ პროვოკაციას გეგმავდნენ საპატრიარქოში. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი დეკანოზის თანამზრახველია. ამბობს საქმის მთავარი მოწმე და ამტკიცებს, რომ სოსო ოხანაშვილის და დაცვის სამსახურის სხვა წევრების მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას. მის მიერ გაჟღერებული ეს ინფორმაცია პროკურატურის მიერ მიცემულ ჩვენებაში ცდევს. ეს ადამიანები ბოლომდე განეიტრალებულები არ არიან და გარკვეულწილად გამოძიება უნდა იმუშაოს ამაზე, უნდა დადგეს მათი ასე ვთქვათ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ვიცით, რომ ისინი განთავისუფლებულები არიან მართალია ამ ეტაპზე იგივე საპატრიარქო და თუმცა ეს არ არის შემაკავებელი ფაქტორი. ადვოკატი, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს იცავს, ამბობს, რომ თუკი ოხანაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები იარსებებდა, დეკანოს ბრალს დაუმძიმებდნენ და მუხლს ჯგუფურად მკვლელობის მომზადების კვალიფიკაცია ექნებოდა. მისე თქმით, ოხანაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სამხელი არ აქვს. ამბობს, რომ განსხვავებულია პროკურატურის და მთავარი მოწმის განცხადებებიც. მაგალითად, მაშინ, როდესაც ოფიციალურ ბრალდებაში წერია, რომ მკვლელობა შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მზადდებოდა, მოწმე ამტკიცებს, რომ მკვლელობა მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის წინააღმდეგ მზადდებოდა. იოტის ოდენა არგუმენტი ქონოდა სოსო ოხანაშვილზე ან სხვებზე, დამიჯერეთ ისინი კეთილნებით არ გაჩერდებოდნენ არც სოსო ოხანაშვილის მიმართ. ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ საქმეში მსგავსი შინაარსის მასალები არ არის. ირაკლი მამალაძის განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა მთავარი პროკურორის მოადგილეს კითხვა პირდაპირ დაუსვეს. იგეგმება თუ არა სოსო ოხანაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, თუმცა უწყებაში ამას არ ადასტურებენ. კონკრეტულ პიროვნებაზე ის იქნება სოსო ოხანაშვილი თუ ვინმე სხვა, თუ კი შეიკრიბა მტკიცებულებების სტანდარტი, რაც მოგცემს საშუალებას ჩვენ რო ბრალი წავუყოთ, აუცილებლად ამას გააკეთებს პროკურატურა. გარდა იმისა, რომ პროკურატურის მოწმე საუბრობს დანაშაულში მოქმედი შესაძლო სხვა პირების შესახებ, ხშირად საგაზეთო ვრცელ ინტერვიუებში საუბრობდა იმ პირთა წრეზე, რომლებიც მისი თქმით დეკანოსთან დაახლოებულები არიან. ერთ-ერთია მეუფე ანდრია გვაზავა. მეუფე მოამბესთან საუბრისას ამბობს, რომ ირაკლი მამალაძის განცხადებები მისთვის სრულიად გაუგებარია. მან ჩვენება პროკურატურას უკვე მისცა და ამბობს, რომ ოხანაშვილთან დაკავშირებით მისთვის კითხვები არ დაუსვამთ. მთავარი მოწმეს განცხადებები ჩემთვის სრულებით გაუგებარი არის. რას ემსახურება და რაც ცდილობს ეს მთავარი მოწმე. ჩემთვის არ გაუსვია კითხვები, რომელიც იყო დაკავშირებული სოსო ოხანაშვილთან ან ციანიდის საქმესთან. პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროს სკანდალურ ბრალდებებზე პასუხისგაცემა არაერთხელ მოუწია. ახლა კი როგორც მოამბემ გაარკვია, ოხანაშვილი საქართველოში არ იმყოფება. გარდა ამ ბრალდებისა, მის მიმართ უმაღლესი სასულიერო პირები, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, თვეების განმავლობაში არაერთ ბრალდებას უყენებდნენ. მათ შორის იყო ეპისკოპოსის წინააღმდეგ შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება.
როგორც თქვენ სიუჟეტში უკვე მოისმინეთ, მთავარი პროკურორის მოადგილემ გააკეთა განმარტება სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით და გარდა ამისა, მან დღეს კანონმდებლების წინაშე უფრო ვრცლად ისაუბრა ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ის პასუხობდა ომბუდსმენის რეკომენდაციებს და შენიშვნებს. როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, ომბუდსმენს არ აქვს საკმარისი და სრულყოფილი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენი საკუთარ ანგარიში წერდა, რომ პროკურატურამ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე მაშინ, როდესაც არსებობს იმ პირობებში, როდესაც არსებობს გაუთქმელობის ხელწერილი. ასევე ომბუდსმენს არგუმენტად ჰქონდა მოყვანილი ის, რომ პროკურატურა მტკიცებით ფორმაში ამბობდა იმას, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება. ამაზე კი მთავარი პროკურორის მოადგილე პასუხობს, რომ პროკურატურა მსგავს რამეს მტკიცებით ფორმაში არ აცხადებდა და ისინი მხოლოდ მოწმის მოქალაქის ჩვენების მიხედვით ხელმძღვანელობდნენ. პროკურატურის მიმართ არის ან სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და გამოძიებით იყო დადგენილი, რომ ბრალდებული ახდენდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას. საქმე გვაქვს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებასთან, სახალხო დამცველი გვეუბნება მხარეთ და არა ნეიტრალურ უფლებადამცველად. ნამდვილად დაარღვია საქართველოს მთავრობ პროკურატურამ უდანაშაულობის პრეზუმპცია, საუბარი არის განცხადებაში იმ იარაღის ნაწილზე. როდესაც მტკიცებით ფორმაში წერია, რომ მამალაძემ შეიძინა და შეინახა იარაღი. ეს არის სწორედ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა. ახლა როგორც დაცვის მხარე, ასევე სახელმწიფო ბრალდება ემზადებიან წინა სასამართლოს სხდომისათვის, რომელიც ჩატარდება 3 დღეში და სწორედ ამ სხდომაზე გაირკვევა, რომელი მტკიცებულებები იქნება დაშვებულად ცნობილი და რომელი არა. ჩვენ ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, გვექნება თუ არა ამ სხდომის გაშუქების შესაძლებლობა. დაცვის მხარე ითხოვს, რომ სხდომა იყოს ღია, ხოლო მთავარი საგამოძიებო უწყება ითხოვს, რომ სხდომა იყოს დახურული. გმადლობთ თეონა ხუბულავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.